ნუ ეხა არ არის მოქმედების დრო, ეხა არის ჭრილობების მოშუშების და შეცდომების ჭრილობას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგი შეიძლება ვერ გრძნობს. ხო, ნუ ესეც არის, რომ სამწუხაროდ ეს პრობლემა ჩვენ ოპოზიციას აქვს, ხო? და შეცდომების გააზრების და ყოველ შემთხვევაში იმის მცდელობის, რომ სერიოზული გადახალისება, გადაჯგუფება, გადახედვა მოხდეს იმ ყველაფრის, როგორც ემოციური ნაწილი, ასევე რაციონალური ნაწილი მაქვს ხედელობაში. იმიტომ რომ ამის გარეშე ნუ აზრი არ აქვს, ხო, ეხლა ტყლაპოდან ტყლაპოში გადადიან რა, მთელი თავის ცხოვრება და კიდე გონორზე არიან და კიდე რაღაცა ცდილობენ რომ ვიღაცა შკუა ასწავლონ. ეს არის ესე რომ ვთქვათ ტრაგიკომედია ქართული პოლიტიკის, ხო? თუმცა სასაცილოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. მე ვფიქრობ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ. მე არა ვარ უიმედოდ, სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ სრულიად აშკარად, ხო, სერიოზული გამარჯვება მოიპოვა ამ შიგა პოლიტიკურ ბატალიებში, მოიპოვა ორივე მიმართულებით, ხო? მას ჰქონდა გეგმა და ჩვენ ამაზე სხვაშორის ხშირად გვისაუბრია თქვენთან. ჩვენ გვილაპარაკია და საერთოდ ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებული უნარები არ სჭირდებოდა იმ პროცესზე ანალიზის კეთებას. მაგრამ მას ჰქონდა მიზანი ჰქონდა, რომ 5 ოქტომბრისთვის ძირითადად ჩაეყარა საფუძველი იმ რუსული ტიპის ავტორიტარული სისტემისთვის და ამ მიზნის შესასრულებლად ორი ამოცანა იყო გადასაწყვეტი, ხო? პირველი რომ ჩაეტარებინა მეტნაკლებად, ესე რომ ვთქვათ, აი ესეთი მშვიდი არჩევნები, სადაც არავინ ეჭვს მის შედეგში არ შეიტანდა და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გააკეთეს და ძირითადად ოპოზიციის ხელით გააკეთეს, ისევ თვითონ დიდი ძალისხმევა არ დაჭირვებიათ ამაში, ოპოზიციას გამოაცხადებინეს, რასაც ქვია არჩევნების ბოიკოტი და ეს ამოცანა შეასრულეს და მეორე იმისათვის, რომ აი ეს ფუნდამენტი ჩაიყაროს და ეს არის ალგორითმი, ხო? დამახასიათებელი ავტორიტარიზმის გზაზე დამდგარი ხელისუფლებისთვის ერთგვარი ძალის დემონსტრირება უნდა მოეხდინა, ერთგვარი შეთქმულების თეორია უნდა განევითარებინა სახელმწიფო გადატრიალების სახით და ეს ორივე ამოცანა, ესე რომ ვთქვათ, შესრულდა, ხო? ანუ ყველი ჩაუდო ხელისუფლებამ ოპოზიციის დიდ ნაწილს იმაში, სათაგურში და ოპოზიციამ მორალურ პედესტალზე მდგომმა ოპოზიციამ აწეული თავით და ცხვირით, ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ ეცა ამ ყველს, რასაც ქვია და ნუ სათაგურიც დაიხურა, რასაც სრულად არა მაინც. ყველას თავისი პრობლემა აქვს, მაგრამ თქვათ ამ შემთხვევაში ეს იყვნენ კონკრეტული ორგანიზატორები და იყო პარტია კონკრეტული, რომელიც პოლიცსაბჭოს განცხადების დონეზე შეუერთდა ამ პროცესს, თუმცა ასევე ჩანდა, რომ მაგალითად მის ლიდერს თავიდან ჰქონდა პრეტენზია ამ თარიღის ჩამოკიდებაზე და ამ ტიპის დათქმაზე, მაგრამ იქ როგორც ჩანს, ნაციონალურ მოძრაობაში რაღაც სხვა ტიპის იერარქია და ბოლოს მოხდა ისე, როგორც მოხდა. ეხლა ამას თავი რო გავანებოთ, თქვენ იყავით, რომელიც ღიად საჯაროდ ამაზე ლაპარაკობდით, მაგრამ ეხლა გაქვთ ახსნილი რა მოხდა. მივიღე იმის გამო, რომ ვცდილობდი საზოგადოება გამეფრთხილებინა, რომ დიდ პროვოკაციაში ყოფდნენ თავს. ამის გამო, ესე იგი, არაფერი არ დაიშურეს, ყველა სიბინძურე დამაბრალეს, ხო? იმ ადამიანებმა, რომლებიც ეხლა ცდილობენ, რომ იყელყელაონ და კიდე რაღაც პოლიტიკოსობაზე დადეს თავი, ხო? მათ ადგილზე ძალიან შემწხვებოდა, საერთოდ ხმას არ ამოვიღებდი დიდ. საერთოდ მეგონა, რომ 5-ში რაღაც ნაწილი, 5-დან რაღაც ნაწილი მაინც რაღაც კატეგორია საერთოდ საჯარო სივრციდან თავს გაიქრობდა ცოტა ხანი. ამ ხალხს არ შეუძლია, ხო? ისევ აქეთ უნდა გამიშვირონ ხელი და ისევ რაღაცა. კი ბატონო, თქვენ ახსენით მაინც რა მოხდა, რა გეგმა შეიძლება ასეთი ყოფილიყო, რომელიც 4 საათში დაამთავრებდა ყველაფერს და ბიძინა 3-ში თუ არა 4-ში საღამოს მაინც გაქცეული იქნებოდა. ნუ რა არის, იცით, არ მინდა მაინც რომ რაღაც ვიღაცამ ნიშნის მოგებაში ჩაგვითვალოს, იმიტომ რომ მაინც სახელმწიფო ინტერესებია ჩვენს უკან და ჩვენი მოვალეობაა, რომ ბრძოლა გაგრძელდეს, ხო? უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
უბრალოდ აპდეიტი კი არ ჭირდება ეხლა ჩვენ პოლიტიკურ კლასს. აი ბრძოლის სიმულაცია თუ გაჩერდება არ იქნება ცუდი, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. აპგრეიდი ჭირდა, მით უმეტეს რომ არსებობს ერთი არგუმენტი, ეხლა ამას გეტყვით მოკლედ ხო, რომ მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელს შედგება რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. არა იმიტომ რომ ეხლა ოპოზიცია მიაღწევს ამას ან ქართული საზოგადოება, არამედ ხელისუფლებას ექნება გაუჩნდება ამის ესე რომ ვთქვათ, სასიცოცხლო აუცილებლობა და აგიხსნით რატომ, ხო? მომავალი მოვლენები, აი გლობალური რო გავიდეთ საქართველოსთან და დიდ სურათში რო შევხედოთ, ხო? ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. ერთი არის მიმართულება, როდესაც რუსეთი არის ძლიერი და ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება მიდრეკილია ამ რუსეთის იმპერიაში დაბრუნებისკენ და ფაქტობრივად ყველა სხვა გზას იჭრიან. შესაბამისად თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, რუსეთი აუცილებლად მოითხოვს 78 მუხლის ამოღებას კონსტიტუციიდან, იმიტომ რომ ამის გარეშე პრობლემატური იქნება ეს ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულება. მოგეხსენებათ, ხელისუფლებას არ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა და შესაბამისად მას დაჭირდება ეს კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად არჩევნების ჩატარება იმისათვის, რომ თვითონ და მისი სატელიტების ჯამური მდგენელი იყოს ისეთი, რომ ეს პროცესი ჩაატაროს. არის მეორე სცენარი და ეს სცენარი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უფრო სასურველია და გარკვეულწილად იმედიც გვაქვს, რომ ესე იქნება, რომ რუსეთი ძალიან დასუსტდება მომავალ წელს და ბიძინა თქვენ არ გეგონოთ ეხლა რომ მაინც გადაბმულია რუსეთზე, ხო? ეხლა ის დიდი სიამოვნებით გადააგდებს პუტინს. დადგება, ასე ვთქვათ, დასავლეთთან დალაგების თემა. რა თქმა უნდა, ხო დადგება დასავლეთთან დალაგების თემა და ამ შემთხვევაშიც აუცილებლად დაჭირდება რიგარეშე არჩევნების ჩატარება, იმიტომ რომ დასავლური სტანდარტით ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად ესეც ესე რომ ვთქვათ, გარდაუვალი გახდება. ასე რომ მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ 2006 წლის ალბათ უფრო შემოდგომაზე აი ოპოზიცია რო სულ არ არსებობდეს, აი რომ გაქრეს ოპოზიცია, ხო, არჩევნები მაინც გველოდება. მე მინდა რომ ეხა ეს მოისმინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც აპირებენ პოლიტიკაში ტივ-ტივს, ხო? და გაითვალისწინონ და დაიწყონ მზადება ამისთვის. ეს ესე რომ ვთქვათ შანსია კიდევ ერთი, ხო? და ალბათ ის არის ბოლო. არა ეს იყო ბოლო, როგორც ვიღაცები გვიხატავდნენ, არამედ 2006 წელია ბოლო შანსი და ორივე შემთხვევაში ერთი უფრო ესე რომ ვთქვათ აქტიური თუ რუსეთის იმპერიაში მიყვართ, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ქუჩას და ყველა უფრო ესე რომ ვთქვათ ისეთ სერიოზულ მოქმედებებს და თუ ბიძინა ესე რომ ვთქვათ შეეცდება რაღაც ცივილიზებული ნიღაბის ჩამოცმას თავზე, ხო, პუტინის დასუსტების კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა იყოს ძალიან სერიოზული წნეხი, მაგრამ ეს სცენარი, სასურველია. ვისურვებდი, რომ ესე ყოფილიყოს, თუ ეხლა ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ მოკლედ ნებისმიერ ვარიანტში და ამ ორი ვარიანტის გარდა ჩვენ გრძელვადიანი განვითარების სხვა პერსპექტივა არ აქვს. ორივე ვარიანტი, რასაც თქვენ ყვებით, უკავშირდება გარე ფაქტორებს. შიგნით, რა თქმა უნდა, შიგნით პოლიტიკა არ არსებობს. პოლიტიკა არ არსებობს, ოპოზიცია დღეს მდგომარეობით პრაქტიკულად არ არსებობს. ხო, ეხლა ლეგალურ სივრცეში ვხედავთ რა ხდება, ოპოზიცია გარკვეულწილად წარმოდგენილია, მაგრამ იმდენად სუსტად არის, რომ მას არანაირი ზეგავლენა არ აქვს რეალურ პოლიტიკურ პროცესზე, რაც შეეხება ესე რომ ვთქვათ ბოიკოტის თემას და თემას აქაც აღარ გავიმეორებ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს იმ ადამიანებშიც, რომლებიც რაღაც ესე რომ ვთქვათ, ეხა ამუნათებენ ამ 4 ოქტომბერზე მიბმულებს და ამბობენ, რომ ჩვენ რაღაც საყოველთაო დაუმორჩილებობისკენ მივდივართ და თარიღზე არ უნდა ყოფილიყო მიბმული და ლანძღვაგინებაში არიან, ყველას აგინებენ, ყველა გამოლანძღეს. მარტო თავისთავი და თავის ქმრის გარდა მე მგონი არავინ არ უყვარს, ის ქმარიც არ ვიცი ხა რამდენად როგორ არის. ხო და აქედან გამომდინარე, აი ესეთი მოცემულობაა რა, ეხა სერიოზულად არც იმათ არავინ არ აღიქოს, ბუნებრივია.
ასე რომ ჩვენ გვჭირდება აპგრეიდი ოპოზიციური არის რესურსი ახალი ადამიანების შემოსვლის პროცესში. მე დიდი იმედი მაქვს იგივე აი ამ ლეგალურ სივრცეში ვინც დარჩა ხო მართალია დღეს ისინი სუსტად არიან წარმოადგენლები, მაგრამ სერიოზული გადაჯგუფების შემთხვევაში და სერიოზული ძალების მოზიდვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათ ირგვლივ შეიძლება რაღაცა ცენტრი გაკეთდეს. თუმცა მე მოუწოდებ ახალგაზრდებს, რომ თვითონაც ესე რომ ვთქვათ, შეავსონ აი ეს დიდი ვაკუუმი, რაც ქვეყანაშია, ხო? აი ვიქტორ, აი ახლა რაც მახსენდება, ეს არის ვთქვათ საბაბუაძე, რომელიც არჩევნების შემდეგ ლელოდან არჩევნებში წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ აპირებს და თანამოაზრეებს ეძებს, ანუ საჯარო სივრცეში და გუშინ ეს იყო ვიქტორ ყიფიანი, რომლის კომენტარმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ ის არ იქნება პოლიტიკურ პროცესს მოწყვეტილი, ანუ ხედავთ ამის. კარგია, სწორიც არის, სწორია, იმიტომ რომ ვიქტორ ყიფიანი ძალიან ესე რომ ვთქვათ, ძალიან გამოცდილი, ძალიან კომპეტენტური და ძალიან ესე რომ ვთქვათ, ისეთი საინტერესო ფიგურაა და თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკაში, მე არ მგონია ახლა ჯერ ჯობია თვითონ თქვას ხოლმე ადამიანმა. იქნება ჩვენი სტუმარი დღის ამბებში 4-ზე და ჩვენი ლეგენდების კვალდაკვალ ის აღმოჩნდება სამიზნე, ხო? სამიზნე 1000 სიბინძურისთვის ჩვენ. ის სამიზნე სხვათა შორის არჩევნებამდეც იყო. პატარა ფილმები კეთდებოდა, ქსელში ხვდებოდა, რომ აი პოლიტიკაში აპირებენ მოსვლას და ასე შემდეგ, ანუ შემდეგი აგენტი, რომელიც ანუ იყო, არ იყო შორს მისგან ეს თავდასხმების სერია. მე მიზეზებიც ვიცი, რატომ იყო ეს სამიზნე, უბრალოდ მე ამაზე არ ვისაუბრებ, ეხა მაგრამ და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ყველა ესეთ ადამიანს და მე ვფიქრობ, რომ დროზე ადრე არ უნდა ანუ რაღაც ფალსტარტივით არ გამოვიდეს, იმიტომ რომ აი ეს სიბინძურე ხო, რაც მის მიმართ, სხვა ადამიანების მიმართ აბსოლუტურად დაუმსახურებლად გადმოიღურება ხოლმე, ხო, ჯობია რომ ამისთვის მომზადებული იყოს სიტუაცია ამის დენონსირებისთვის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ თუ ეხა მანამდე სანამ იმან რაღაცა თქვა, ჩვენ ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ, ხო? ეხა დაბადებამდე დამარხული პოლიტიკოსის ბევრი გვინახავს და არ გვინდა, არ არის საჭირო მე მგონი. ნახოთ, იქნება დღეს ცოტა ხანში ჩვენი სტუმარი და დაიბადება თუ დაბა. კი ბატონო, მადლობა. ყველა შემთხვევაში მე მას წარმატებას უსურვებ. კი ბატონო, მადლობა.